რა გარემოებები იწვევს ლარის მკვეთრობა არდნას ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ამჯერად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საუბრობს. დოლარის გამყარება და რუსეთსა და უკრაინაში არსებული კრიზისის მთავარი ფაქტორებია, რომლებსაც ანგარიშის ავტორები ლარის კურსის დაცემას უკავშირებენ. დასკვნა 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე არსებულ პერიოდს მოიცავს და მთლიანად კავკასიის რეგიონსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეხება. ანგარიშის ავტორები სავალუტო კრიზისის პროცესში ცენტრალური ბანკების მუშაობასაც აფასებენ. ამ კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკი თურქეთთან ერთად პოზიტიურ შეფასებას იღებს. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის 2%-მდე შემცირება და ლარის გაუფასურება ძირითადად საგარეო ფაქტორებმა განაპირობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა დღეს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გამართა, სადაც ითქვა, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შესუსტება მეზობელ ქვეყნებში შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, სადიკოვმა თქვა, რომ ეროვნულ ვალუტას პრობლემები დოლარის გამყარების, ხოლო რუბლისა და უკრაინული გრივნის გაუფასურების გამო შეექმნა. რუსეთში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური უკუსვლა, რეცესია და ასევე ამ ქვეყნების ვალუტების გაუფასურება ახდენს გავლენას საქართველოს ფულად ერთეულზე. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მოხდეს დოლარიზაციის დონის შემცირება და მსურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება. გრძელვადიან შოკებზე რეზერვების ხარჯვა და სავალუტო ინტერვენცია პასუხი არ არის, ამბობს სავალუტო ფონდი და რეგიონში თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ბანკების მონეტარულ პოლიტიკას საუკეთესოდ აფასებს. თუმცა იმ ფონზე, როდესაც ეროვნული ბანკის მიმართ კრიტიკა გახშირდა, ხოლო პარლამენტში განსახილველადაა კანონპროექტი, რომელიც ცენტრალური ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ეხება, შეფასებებს აკეთებენ როგორც სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. ჩვენ ვიზიარებთ შეხედულებას, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა შეინარჩუნა. რაც შეეხება კანონპროექტს, ხელისუფლებისა და სხვა მხარეების წარმომადგენლებთან განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს და ამ კანონპროექტის შესაძლო გავლენას. ჯერ ვერ გავახმაურებთ მსჯელობის შედეგებს. ჩვენ უკვე გავახმოვანეთ საკუთარი პოზიცია ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას გავაცანით ჩვენი მოსაზრება და დამატებით ამ ეტაპზე კომენტარს აღარ გავაკეთებთ. მოსაზრებებს, რომ ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფით ეროვნული ბანკის შესუსტება არ იზიარებენ მთავრობაში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ცვლილებები ემსახურება გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას, რაც შეეხება ანგარიშს, მას დადებითად აფასებს. კანონმდებლობაში ცვლილება ესახება სხვა საკითხს, იმას, რომ უფრო იყოს გაზრდილი გამჭვირვალობა და მთავრობას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა ხდება. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლის კურსი, სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ ეს არის კარგი და რომ საქართველოს ამ კუთხით უფრო მოწინავეა სხვა ქვეყნებთან შედარებით. დღესვე ანგარიში ისიც ითქვა, რომ მსოფლიო ეკონომიკა წელს 3.5, ხოლო მომავალ წელს კი 3.8%-ით გაიზრდება. ზრდას განიცდის ევროკავშირის ეკონომიკაც, ხოლო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შემცირდება.